ეს სრულიად კარგად ნაცნობი ადგილია თქვენთვის, თუმცა სრულიად ახალი სასტუმრო, საიდანაც ეკა ამირეჯიბი გვერდება. ეკა, მოგვიყევი ამ სასტუმროს მთავარი ღირსების შესახებ. დილამ შვიდობის მოგესალმებით. დიახ, მე მგონი არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველებისთვის, თბილისელებისთვის, ვისაც უბრალოდ სურს რომ გემრიელი და სასიამოვნო საღამო გაატაროს, გემრიელი კერძებით და არაჩვეულებრივი მადის აღმძვრელი ხედებით. თუმცა მთავარი ღირსება ალბათ სასტუმროს უნიკალურობა მდგომარეობს მის ისტორიულ მნიშვნელობაში, მის მდებარეობაში და იმ მუზეუმში, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დილამ შვიდობისა, ბატონო მერაბ, მოგესალმებით. ჩვენს ეთერში არქეოლოგია საუბრობს იმ არქეოლოგიური მასალის შესახებ, რომელიც არქეოლოგიური კვლევების შედეგად იქნა აღმოჩენილი. აქ ბატონო მერაბ, თუ შეგიძლიათ რომ წარმოგვიდგინოთ ეს ჭურჭელი და რაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გამოიყენებოდა აუცილებლად მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით საუკუნეების წინ. მოკლედ პატარა შესავალსაც დავურთავ ამას. ეს 5 წლის წინ ამ ადგილას, დღევანდელი ბრწყინვალე ნაგებობის შენობის ადგილას, როდესაც დაიწყეს იმ ძველი ნაგებობის დაშლა და ახლის აშენება, აქ სწორედ აი ამ ადგილას აღმოჩნდა დღეისათვის აი წარმოდგენილი ეს ნივთები. თავისთავად აქ იყო ძველი და გასაკვირიც არა, რადგანაც ჩვენ ისეთ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ძალზედ ისტორიულია და ყველა იამაყებდა, მაგალითად არა მარტო ქალაქი, დედაქალაქები, აი ასეთი ბრწყინვალე ადგილმდებარეობის ქონების. რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის ძველი ნაგებობის ნაშთი და ახლა როდესაც ჩვენ ეს ნივთები შევისწავლეთ, აღვადგინეთ, აღმოჩნდა რომ ეს შეიძლება იყოს მკურნალის სახლი. მკურნალს ახლა ჩვენ პირობითად ვამბობთ, იმიტომ რომ ყველა ეს ნივთი, რომელიც აქ არის, ძალიან შეესატყვისება აი ამ სამედიცინო მომსახურების სფეროს. რომელი საუკუნით თარიღდება? რასაც ჩვენ ვხედავთ, აქ რამდენიმე პერიოდის ზეგს წარმოადგენს. აქ არის ადრეული, აი რასაც ახლა ძირითადად ეს ქვედა ნაწილში ვხედავთ, ეს კერამიკა არის დაახლოებით თბილისის პირველი ეტაპის, ანუ მე-5-მე-7 საუკუნის ნივთები. ყველა ეს ნივთი თუ დავაკვირდებით, არის ქოთნები, თავისი ხუფები, კოკები, დერგები, სამედიცინო დანიშნულების ლითონის და განსაკუთრებით ერთი ნივთი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ აქ იყო მკურნალის სახლი, ანუ აფთიაქი. და შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს მნიშვნელოვანი ჭურჭელი, რომელიც ხატყობს სწორედ ამ დანიშნულებას, ხო, სამკურნალო დანიშნულებას. აგერ თქვა ჩვენ ხნება გვაქვს ამოვიღოთ ეს ნივთი და დააკვირდით ამ ნივთს, გამოსახულება აქვს მასზე, გველის გამოსახულებებია, რომლებიც აი პირთან არის მისული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ მედიცინის სიმბოლო სწორედ ეს არის, გველის გამოსახულებიანი ჭურჭელი. თავად მედიცინა ეს მედიასთანაა დაკავშირებული, ისე საქართველოსთან პირველად საქართველოს. ეს პატარა კოვზიც ალბათ რაღაცა სპეციალური დოზირების მანიშნებელია, რომელიც წამლის და სამკურნალო დანიშნულებას. ნივთია, ბრწყინვალე ნივთია და აი პატარა ჭურჭელები, რომლებიც შესაძლოა წამლის აი რაოდენობას განსაზღვრავდნენ, მიღების რაოდენობას. აქ ლითონის დანებიც არის დააკვირდით, რომელიც შეიძლება ვთქვათ რაღაც პროცესებს კეთილი, ბატონო მერაბ, ძალიან დიდი მადლობა. ეს წვანე ჭურჭელი რა მასალაშია? ეს რა მასალაა? მინა, ხო? მინა, კი. წვანე შეფერილობის მინა, ნინო. და სხვათა შორის, ბატონო მერაბ, ალბათ არ იქნება ურიგო თუ კი აღვნიშნავთ მაყურებლისთვის იმასაც, რომ საინტერესო ისტორიულ ფაქტებზე ჩვენ სააფთიაქო მუზეუმის გარდა თითოეული ნომერი გვიამბობს, სასტუმრო ნომერი, რომელიც ნომრის შესაბამისი საუკუნის მნიშვნელოვან ისტორიულ ამბავს მოგვითხრობს და ეს ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აი მუცხოველი სტუმრებისთვის, რომლებიც ჩამოდიან და სტუმრობენ სწორედ სასტუმრო ციტადელ ნარიყალას. მომდევნო ჩართვაში ჩვენ შემოგერთდებით ასევე ძალიან გემრიელი ნაწილით და ჩართვით რესტორნიდან, ასე რომ დაგვეულდეთ ვიყავით ჩვენთან ერთად და დილა გემრიელად დაიწყეთ რუსთავიორს. თბილისის ისტორიის კვალ და კვალ ახალ სასტუმროში ეკა ამირეჯიბი ყავს დღეს ექსკურსია მძღოლად, რომელიცაც რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემაში არაერთხელ პირდაპირ ეთერში ველით, ხოლო დროებით